დილამშვიდობისა, ემილი. დილამშვიდობის. ნახე პოდკასტში საერთო ნახვევი რამდენზეა? ემილი, ჩაგეძინა? არა, აქ არ რამდენი წლის ვარ თუ რა მკითხე? პოდკასტის ნახვევი რამდენზეა, ნახეთ ხო? არა. 3500-ზე ავიდა. ანუ ჩვენი სკოლის გარდა სხვა სკოლებმაც ნახა, ძალიან მაგარი შედეგია. მაგარია. სკოლაში რა ხდება? მაინც და მაინც დღეს ვერ მოვდივარ, ალბათ სელებრიტები ვითხართ. აი, მე დაგირეკავთ გრუპ-ჩატში და მომიყევი სკოლაში ამბები. კაი, მეც მიყვარხარ, პაკა. აბა, ჰე. ვაი, სკოლა. პოდკასტის იდეა საერთო იყო, მაგრამ მე წამოვწიე წინ. ხო, აბა რა, სტივ ჯობს მეგობრებო. კაი ვოზნიაკ დაწნად. ვაუ, ლაზერის რამდენი სწოდნია. აუ, მართლა სიგიჟია. 3500 ადამიანი გვიყურა. ვითომ ბევრია? მარიამ, აბა წარმოიდგინე, 3500 ადამიანი სკოლის ეზოში და ყველას ელაპარაკები. ხო, ეგრე მართლა ბევრია. მოვიდა პრინცესა. სად იყავი პირველ გაკვეთილზე? აუ, ჩამეძინა და მაღუძარა კალკულატორში ამერია, მეგონა მაღუძარა დავაყენე. აუ, რა გაცინებ დამპლებო. ეხლა წარმოვიდგინეთ, მაღუძარის დაყენება გინდა და კალკულატორში ესე აწვევით არის. ნიაკო. Привет. ნიაკო, მოდი რა აქ ორი წუთით. რა უნდა? რა უნდა კი არა, მოდი ერთ წუთით. აქ რა ხდება? წავედით კლასში შევიდეთ. რა გჭირს? ილიამ და მირეკა დილაუთენია და დილამშვიდობისაა. მერე? რა მერე, შენ გირეკავს რომელიმე ბიჭი მეგობარი და გაგვიძებს დილაუთენია დილამშვიდობისათი? კაი რა, ნუ სულ ელა. ხო, მაგრამ ეგ ყველაფერი არაა. რაო, მიყვარხარო? მართლა მიყვარხარო? არა, და მგონი საერთოდ პირიქით. რა პირიქით, შენ გიყვარს? გოგო არა. ნახევრად მეძინე და წავედი ორ უნდა გაეთიშა, სილბურანში ვუაზროთ, მეც მიყვარხარ თქო. იდიოტო, მიცინია. ხო, ვიცი, ბოლოსტატი არ იყო ძლიერი როგორც წინა. სამაგიეროდ პოდკასტმა კარგი ნახვები დადო, ხო? აუ, კი. მართლა არ ველოდით. კაი, შევიდეთ გაკვეთილზე და ამის მერე ბიბლიოთეკაში ამორა, პატარა საქმე მაქვს. კარგი. სკოლის პოდკასტი ქვია? შენ გასკუთყვი ალექსანდრე. გამარჯობა, მე ალექსანდრე ვარ, დიდი პატივია ჩემი ამ უპრეცედენტო და ექსკლუზიური ტელეფორმატის მისაჭრეობა. პირველ რიგში უღრმესი პატივისცემით გილოსავთ წამოწყებას და მინდა რომ რაშვები? ხო და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ, კარგი? რა მე მოხდა?
ნიაკო, გაზეთი სერიოზული მედიაა და არ დაუშვებს, რომ მისი ჟურნალისტი ასეთ არასერიოზულ ვიდეოებში ჩანდეს. პოდკასტ გულისხმობ? კი, ვერ მყავი რომ არასერიოზული ვიდეოა. უბრალოდ პირველი გაცნობითი იყო. შემდეგ ეპიზოდებში უფრო სერიოზულ თემებსაც შევეხებით. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ოჩახ, კარგი პასუხი დამიბრუნე. მისწავლებია. მაგრამ პოდკასტი, YouTube და ეგეთი კლოუნობები ზოგადად სერიოზული ჟურნალისტიკასთან და საერთოდ სერიოზულ საქმიანობასთან შორსაა. კი, არის მაგაში რაღაც სიმართლე. მოკლედ, ხვალ დღის ბოლომდე უნდა პასუხი გითხრა. ჩვენთან სერიოზულ გაზეთში გირჩევნია დარჩენა თუ სანსარა ვიდეოების გადაღება? და ორივე განავიყო, არ გამოვა? არა. ეგრე ვერანაირად ვერ გამოვა. კარგი, გასაგებია. ხვალ დღის ბოლომდე პასუხი გამაგებინე. ჩაუნაცვლებელი არავინაა. ბებია შენზე არა, შენზე ვღადავთ ბუთუნია. კომენტარები დასვენებაზე წაიკითხა. ნიაკო, რა გჭირს? რა თქვი? კარგადაა ყველაფერი. კი. ამ გაკვეთილის მერე მეორე ეპიზოდს გეკმოთ, სადმე გარეთ შევდოთ მერე. კარგი. მას ხვალისთვის ბევრ დავალებას ხომ არ მოგცემთ? რამე უფრო სერიოზულ თემაზე ხარ საუბრობთ მეორეში? ჯერ მგონი ადრეა მაყურებელმა ჩვენგან სერიოზულ თემებზე რომ მიიღოს საუბარი. უფრო უნდა ვიმსახურებდეთ. ხო, ეგეც მართალია. ჩამოწერე თემები. ეხლა ვლაპარაკობთ მაგაზე. ძალიანაც არ გავწელოთ. პოდკასტს იმპროვიზაცია და ადგილზე მოფიქრება უხდება. შენ რა გჭირს? თალკერ დაგალაპარაკო შეიძლება? ჩვენგან დასამალი რა გაქვთ? ლაზარე. აი ხო, ვიხუმრე. კი, წამ. რა ხდება? ხო მშვიდობა? აზრზე არ ვარ. კარგადაა ყველაფერი? კი, უბრალოდ შეიძლება პოდკასტში ვეღარ დავჭი. რა? რატომ? ცუდი კომენტარები დაგიწერეს? არა, კომენტარები კარგი იყო. აბა? ანა მითხრა გაზეთი და პოდკასტი ერთად ვერ იქნებაო. აირჩიე ან გაზეთი, ან პოდკასტიო. რა? რა სიგიჟია? ხო, მეც არ მისმის, მაგრამ ანა, არა, არ გინდა გთხოვ. ჩხუბს არ ვაპირებ, უბრალოდ ერთი-ორი კითხვას დავუძ. ანა! Привет, Эмили. რა ხდება? რაზე? ნიაკოს რატო წაუყენი ასეთი ულტიმატუმი? გასაგებია. შენთანაც რომ იყოს და ჩვენთანაც მაგით რა შავდება? ემილი, არ მინდა გული გატკინო, მაგრამ თქვენი საქმიანობა და ჩვენი სხვადასხვა სიბრტყეებშია. ზემოდან გვიყურებ? მაგას შენ ამბობ, მე არ მithქვამს. მაგრამ შენ ფიქრობ. ემილი, ჩვენ სერიოზულ საქმეს ვაკეთებთ და თქვენ უბრალოდ იცინით, ჭორავობთ და კამერა გაქვთ ჩართული. მე ჩვენებად ფარულად შეურაცხყოფას ვცდილობ. მე უბრალოდ ფაქტებს ხაზ ვუსვამ.
არ მინდა რომ ჩემი გაზეთის ჟურნალისტი სადღაც ცანცარებდეს და არასერიოზული ადამიანის სახელი ჰქონდეს. არა, ეს უკვე ზედმეტია, საკმარისად მოგითმინე. ვცდილობ რომ მაქსიმალურად თავაზიანი ვიყო. მადლობა რომ მინდო, მაგრა გამაცინე. ხო და აწი შეიძლება ეგ. მე მუქრები თუ მეჩვენება. ეგ შენ გადაწყვეტე სერიოზულ ჟურნალისტო. ემილი, წინასწარ ნუ შეხვალ წაგებულ ომში. წარმატებები შენ გაზდეს და მის 12-ვე მკითხველს. არ მცალია მე 3500-ზე მეტი ადამიანი ელოდება შემდეგ პოდკასტს. საოცარი რამ არის არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ის ამდენ ძვირფასია და შეუპირველია